გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. დავიწყოთ იმით, რომ ერთ-ერთ წინა გადაცემაში გქონდა სეგმენტი ნოე სულაბერიძეზე. გადაცემა იყო იმის შესახებ, ვის რა ისტორიული პროფესია შეესაბამებოდა. ნოეს შეურჩიეთ ტიუდორების ეპოქის ერთ-ერთი დაფასებული ხელობა, არისტოკრატის ტრაკის წმენდავი. ხო და ნოემ Facebook-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა, წაუშალეთ ყორშიას ეს ვიდეო. ინერვიულა ნოემ, რადგან მასზე ეს პასაჟი Facebook-სა და TikTok-ზე ჯამში 1,200,000 ადამიანმა ნახა. ქართველი ხალხი კი ამ ორთა ბრძოლაში ცალსახად ჩემს მხარეს იყო. რაზეც ნოესთან ერთად პარლამენტის დეპუტატმა ლევან მიხაშვილმაც ინერვიულა. ბექა ყორშია არის ხმა საქართველოს მოსახლეობის თურმე. ამასობაში ამათ ჩემს რეგალიებს ირანის აგენტი ალ-კაიდას ტერორისტი გლობალური ომის პარტიის ოფიცერი ახალი რეგალიას დაამატეს. აი ნახეთ ვიდეო თავიდან ბოლომდე. ბექა ყორშია არის ხმა საქართველოს მოსახლეობის თურმე და ყოფილი კომუნისტი თურმე ზრუნავს ყველაზე მეტად საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, დასანანი არ ვიცი საიდან მოიტანა ეს ყოფილი კომუნისტი. შეიძლება ეს ვიდეო აქვს ნანახი მეგობრებო. მეგობრებო, ეს არის საბჭოთა კავშირის დროშა, რომელმაც მსოფლიო ცივილიზაცია გაანთავისუფლა, ამერიკაც გაანთავისუფლა და ევროპაც. მე მინდა ეს დროშა გაჩუქოთ თქვენ, როგორც სიმბოლი თავისუფლების. მოკლედ, ასეთ აბსურდში ვართ. წინა კვირას წიგნების ფესტივალი ჩატარდა და მეც გავიარე დასათვალიერებლად. არ აღმოჩნდა დიდი სიურპრიზი, რომ აბსურდული ლიტერატურა და დისტოპია ფესტივალზე ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო. ბუნებრივია ორუელის 1984-საც ხშირად ახსენებდნენ, მაგრამ მე რაღაცას მივხვდი. ორუელმა ერთ რამეში მოგვატყუა. მის დისტოპიაში დიქტატურა დაალაგებული და აწყობილი მექანიზმი მაინც იყო, ჩაგვრელები კი კომპეტენტურები. ჩვენ სინამდვილეში კი დიქტატურა არის მაშინ, როცა ძალაუფლება ეძლევა შენზე უჭკუო ხალხს. ამიტომაც ორუელთან შედარებით კაფკა ან ბეკეტი უფრო ზუსტად აღწერდნენ ამ აბსურდს. მაგრამ იცით, როდესაც უნიჭო იაფასიანი ცირკი და შეულამაზებელი მწარე ჯოჯოხეთი ასე ერთიანდება, მე ეს მხოლოდ ერთ მსოფლიო ლიტერატურულ ნიმუშს მაგონებს. დანტე ალიგიერის ღვთაებრივ კომედიას. დანტემ კაცობრიობის სოდვები ჯოჯოხეთის 9 წრეში გადაანაწილა და თითოეულ ცოდვას შესაბამისი სასჯელი მოუფიქრა. ხო და რა კი ამ ლიტერატურულ ტალღაზე ვართ, დღეს მე ვიქნები თქვენი ვირგილიუსი. ოღონდ კათოლიკური ჯოჯოხეთის მაგიერ ჩვენ ქართული ოცნების მიერ კონსტრუირებულ აბსურდის ჯოჯოხეთში ვიმოგზაურებთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთის პირველ წრეში. დანტეს ორიგინალში პირველ წრეში მოწყობილია ლიმბო, ანუ ჯოჯოხეთის მიჯნა. აქ ისეთი ხალხიზით, ვისაც ცუდი არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ არ გაუმართლათ და მოუნათლავები დარჩნენ, რადგან ქრისტეს მოსვლას ვერ მოესწრა. თუმცა ჩვენ ქრისტეშობიდან 2026 წელში ვართ. ამიტომაც ჩვენს ლიმბოში ცოტა სხვანაირი სურათია. აქ შედან ადამიანები, რომლებმაც სრულიად შეგნებულად, ჯანმრთელი გონებით და მტკიცენების ყოფით უარი თქვეს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. ანუ დარჩნენ სამოქალაქო ნათლობის გარეთ. დანტეს ჯოჯოხეთში პირველი წრე ეთმობა მათ, ვისაც დიდად არ შეუცოდავს, მაგრამ არც სამოთხისთვის უარგა თავი. ეს არის ნეიტრალიტეტის, გაურკვევლობის და არც იქით და არც აქეთ ყოფნის წრე. და ამ წრეში სამწუხაროდ დღეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, ზაზა ფაჩულიაზის. მოლოდნელი იყო მართალი გითხრათ. გახსოვთ 2016-17 წლები, როცა სრულიად საქართველო პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი მომხმარებლით დამთავრებული Facebook-ის ალგორითმს ვტეხდით, რომ ზაზა All-Star-ში მოხვედრილი იყო. მაშინ ზაზა ჩვენთვის არ იყო მხოლოდ კალათბურთელი, ის იყო ჩვენი კოლექტიური ამბიცია, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია მსოფლიოს უდიდეს სისტემაში თავისი სიტყვა თქვას. როცა 2024 წლის გაზაფხულზე მთელი საქართველო რუსული კანონის წინააღმდეგ იდგა და სპეცრაზმის სტუდენტებს არბევდა, ჩვენი ეროვნული კუმირი პირში წყალჩაგუბებული იჯდა. იცით რა? აქვს ამ დუმილს თავისი მიზეზი. ზაზა ფაჩულია დეველოპერული გიგანტის არქის თანამფლობელია. მისი უშუალო პარტნიორი ილია წულაია ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და კახა კალაძის უახლოესი მოკავშირეა. კალათბურთმა ალბათ მასწავლა ის, რომ სწორი ადამიანები აირჩიო. ილია წულაია და კახა კალაძე 10 წლეულებია შეხმატკბილებულად ლახავენ თბილისსა და მის იერსახეს.
ამის უამრავი ფაქტი არსებობს. მაგალითად, ნუცუბიძის ქუჩაზე, სადაც კანონით მკაცრად იყო აკრძალული 3 სართულზე მაღალი კორპუსის მშენებლობა, კალაძის დახმარებით არქი მრავალსართულიანი კორპუსები ჩადგა. ალბათ ისიც გახსოვთ, როგორ აქტიურად ჩაერთო ზაზა არქის PR კამპანიებში. 3000 ოჯახი უკვე ბედნიერი. ბევრსაც მალე გავახართ. ამ დროს გახარებული ოჯახები არქის გლდანის კორპუსიდან ესეთ ვიდეოებს ავრცელებენ. ეს ვიდეო ამ კორპუსში მცხოვრებმა გაავრცელა 2 წლის წინ და ტექსტიც დაურთო. არქი ამიხსენით რა ხდება ჩვენს თავს. მთელი 16 სართულიანი კორპუსი თავზე ჩამოგვერეცხა. პარკინგი დატბორილია, ლიფტები წყობრიდანაა გამოსული. ადამიანი გაიჭედა, ძლივს გაუღეთ კარი. შეიძლება დენს დაერტყა, წყალში იდგა შიგნით. 3000 ოჯახი უკვე ბედნიერი. ბევრსაც მალე გავახართ. ზაზა ფაჩულიას კავშირები ქართულ ოცნებასთან არქით არ მთავრდება. ის ქართული ოცნების მულტიმილიონერ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად ფლობს შეპესე მარნეული ალმონცის წილს. მოკლედ დიდებულ ხალხთან აქვს საქმე. თუ მომეცემა ესეთი საშუალებები, ხო, ესეთი ინვესტიციის საშუალება ყოველთვის გავაკეთებს სწორ ხალხთან ერთად. ფაჩულიას და ენუქიძის კომპანიამ ჯერ 125 ჰექტარი მიწა ძალით წაართვა ადგილობრივ მოსახლეობას და მერე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონიანი დაფინანსებაც მიიღო ნუშის ბაღების გასაშენებლად. და არა, აქაც არ მთავრდება ზაზას ბიზნეს ინტერესები. ის სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა ქოცურ გარიგებებში, მეგობრები. მომხიბლა ყველაფერმა. 2026 წელს ირაკლი ყობახიძის განკარგულებით კომპანია სადმელი ჰეს ამბროლაურში 29000 კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწა 59 წლით გადაეცა სულ რაღაც 18000 ლარად. ხო და ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ზაზა ფაჩულია. გასაგებია, ხო? რატომაც არ იღებს ხმას. გადავიდით მეორე წრეზე, ვნება. დანტეს ორიგინალში ჯოჯოხეთის მეორე წრე ეთმობა ვნებას. აქ სხედან ისინი, ვისაც ხორციელმა გულისთქმა გონება დაუბნელა. მაგრამ ჩვენს ქართულ პოლიტიკურ ინფერნოში ფიზიკური ვნება არავის აინტერესებს. აქ ბევრად უფრო მძიმე ცოდვებზეა საუბარი, მეგობრებო. ეს არის პოლიტიკური მრუშობა. ნება კომფორტის მიმართ, სკამის, მიკროფონის და თბილი, კონდიცირებული სტუდიის ავადმყოფური ჟინი, რის გამოც ადამიანი მზადაა საკუთარ პროფესიულ სინდის უღალატოს. და ამ წრის საპატიო მთავარი რეზიდენტი არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანი დავით კაკულია. გამარჯობა, მე ვარ დათო კაკულია, სამხედრო რეპორტიორი და ტელეწამყვანი. კაკულიას ბიოგრაფია მართლა შთამბეჭდავი. ეს არის კაცი, რომელიც ევრომაიდანზე იანუკოვიჩის რეჟიმს აშუქებდა, რის გამოც იმჟამინდელმა პუტინისტურმა მთავრობამ ქვეყნიდან გამოაგდო. ეს იყო კაცი, რომელიც 2022 წელს უკრაინაში მიკოლაევის ალყაზე აკეთებდა რეპორტაჟებს. უნივერსიტეტებში დადიოდა და სტუდენტებს სამხედრო ჟურნალისტიკას ასწავლიდა, როგორ უნდა გადარჩე ბრძოლის ველზე ჩაფხუტით და ჯავშან ჟილეტით. სოლიდურია რა. მაგრამ ამ დროს კაკულიას ერთი უმნიშვნელო ცოდვა უკვე ჰქონდა ჩადენილი. 2019 წელს, როცა ქართული ოცნება რუსთავი 2-ს დაეუფლა, არხიდან წავიდა ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა, რადგან მიხვდნენ, რომ თავისუფლება დასრულდა. ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მომსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. როდესაც კოლეგები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გადიან, ტელევიზიიდან 2 თვის წასული დავით კაკულია უკან ბრუნდება. მათ ჯერ კიდევ თბილ სკამზე ჯდება და ამბობს, რა ვქნა, ამაზე ოცნებობდი. სხვა შორის მალევე აუღო ალღო პროპაგანდისტობას. საქართველოს უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას ევროკავშირის ყველა კანდიდატს ნატოსა და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს თავისუფლების გრძელვადიანი პროგრესით კი პირველ ადგილზეა მთელი ევროპის მასშტაბით. საპროტესტო აქციების ტაქტიკა, პროვოკაციების მოწყობა სამართალდამცავებისთვის ისე რომ ერთი მხრივ გამოჩნდეს ძალოვანების სისასტიკე, მეორე მხრივ კი მსხვერპლი აქტივისტი. აი რა სევდიანია ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც გადაურჩა რუსულ ბომბებს და ბოლოს თავისივე ნებით ირაკლი ყობახიძის მესიჯ ბოქსებში დაიხრჩო. ეს დაახლოებით იგივეა ტიტანიკის ჩაძირვას გადაურჩე, ოკეანე გადაცურო და სახლში რომ მიხვალ აბაზანაში ჩაიხრჩო. და აი მისი ახალი ამპლუა. იზის ეთერში ირაკლი ყობახიძესთან ერთად და უსვამს ისეთ თბილ, კომფორტულ და უწყინარ კითხვებს, რომ ეს ინტერვიუ კი არა, მართველი პარტიის სპა პროცედურაა. ქვეყანას ყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მართველი გუნდი ერთიანია როგორც არასდროს.
ვისი თქმა გსურდათ, როდესაც წერდით ამას? მას ეთერიდან პირდაპირ იერიში მიაქვს პროევროპულად განწყობილ საზოგადოებაზე და საერთაშორისო რეიტინგების გაუარესებას მთავრობის მაგივრად NGO-ებს აბრალებს. კაკულია იქცა ხელისუფლების ჩვეულებრივ საინფორმაციო ფარად, რომელიც ივანიშვილის ოპონენტებს აშავებს. ვის ინტერესებში შედის ხელისუფლების მუდმივი კრიტიკა და ქუჩის პოლიტიკით მისი ცვლილების მცდელობები. ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებსაც ევროპული ქვეყნების უმეტესობამ და ევროკავშირის პოლიტიკურმა ელიტამ ზურგი აქცია ევრობიუროკრატებისა და deep state-ის, რომლებმაც საკუთარი სახე ერთხელ უკვე აჩვენეს. ნუ, რამდენი ექნება ახლა ამას ხელფასი? აი ესე რო იგიჟებს თავს. ჩემი აზრით, სადღაც მინიმუმ 20 ექნება. 4 წლის წინ 20. ეხლა რამდენი? 40 ვთქვათ? 40 ბევრია. 30. 30,000 ლარა დაკეთება მას? 30 ჯერ. მოუტყამ დედის ტრაკი. ყველაზე ტრაგიკომიკური კი მაინც ამ ისტორიის ერთი ეპიზოდია. დავით კაკულია ერთ მშვენიერ დღეს თბილისის მეტროში აღმოჩნდა. მას მიუახლოვდა ყოფილი კოლეგა სმარტფონით ხელში და პირში მიახალა. და მე შენი კოლეგა არ ვარ. ანუ შენ აღარ ხარ, შენ ხარ პროპაგანდისტი. არა, შენ ხარ პროპაგანდისტი. კაცი, რომელიც უკრაინაში გრადების ზალპს არ ეპუებოდა, თბილისის მეტროში სმარტფონი არმა მოქალაქემ შეაშინა. და ბოლოჯერ არ ხვდებით ერთმანეთს. და როგორი იქნებოდა დანტეს მიხედვით კაკულიას კონტრაპასო, ანუ შესაბამისი სასჯელი? ეს იქნებოდა მუდმივი წრებრუნვა. მუდმივი განმეორებადობა. წარმოიდგინეთ, დამრთხალი კაკული აღებს კარს და გადარბის მეტროს შემდეგ ვაგონში, რათა სიმშვიდე პოვოს. მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს იგივე ვაგონია. ეს კი იგივე აჩრდილია სმარტფონით ხელში, რომელიც უსასრულოდ უმეორებს. შენ ხარ პროპაგანდისტი. მესამე წრე, ღორმუცელობა. ჩავდივართ მესამე წრეზე. სინათლე ნელ-ნელა იკლებს, ტემპერატურა ეცემა და ჩრდილები იწყებენ თავისით მოძრაობას. ამ წრეში მხოლოდ ერთი ხმა ისმის, ღეჭვის, ტყლაპუნის და შეუქცევადი ცხოველური შიმშილის. დანტესთან ჯოჯოხეთის ამ წრეში ნელი ტანჯვით სული ხდება ფლორენციელ მასხარას გაუმაძღარ ჩაკოს, რომელიც სააქაოში ცნობილი ჩანგალისტი იყო. ის დადიოდა მდიდარი ადამიანების ნადიმებზე, ართობდა მათ ანეკდოტებით, ჭორებითა და მახვილ გონივრული რეპლიკებით, რის სანაცვლოდაც ფულსა და საჭმელს იღებდა. მისი მთავარი ტალანტი იყო ნებისმიერ სუფრას მორგებოდა. ამიტომაც ეძახდნენ ჩაკოს, ანუ ღორს ფლორენციულ დიალექტს. ჩვენს რეალობაში ჩაკოს ორი თავი აქვს. ის სიბნელიდან ჩვენკენ მოემართება, უბრალოდ მობაჯბაჯებს. მუტანტი, რომელსაც მუდამ შია და რომელ მხარესაც არ უნდა დაანახო საჭმელი, თუნდაც ეს საჭმელი ნაგავი იყოს, ეგრევე იქით გარბის, ნერწყვს ყლაპავს და კუდს აქიცინებს. რომ დავაკვირდეთ, ამ მუტანტის ერთი თავი არის ნიკა არაბიძე, ხოლო მეორე პაატა გულიაშვილი. მოდით ჯერ არაბიძის საგა გავიხსენოთ. ნიკა არაბიძე იყო ერთპიროვნულად მთავარი ოპოზიციური არხის, მაშინდელი რუსთავი ორის კომიკოსი. ჩვენ ერთხელ უკვე ვახსენეთ ის დრო, როცა ხელისუფლებამ რუსთავი ორი წაიღო. თანამშრომლების უმეტესობამ თქვა, რომ სინდისი არ იყიდება. ადგნენ, წავიდნენ მთავარ არხზე და ყველაფერი ნულიდან, ცარიელი ოთახებიდან დაიწყეს. ვინ დარჩა რუსთავი ორზე? რა თქმა უნდა, ნიკა არაბიძე. დაუფასდა კიდეც, მეგობრებო. საკუთარი შოუ მისცეს და მაღალი ხელფასიც დაუნიშნეს. ადარდე პრინციპები. აბა რა, არჯობია მსუქნები და ბედრიერები ვიყოთ. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, იქიდანაც გამოვაგდეს. დარჩა ნიკა ქუჩაში და ისევ ოპოზიციურმა მედიამ ფორმულამ შეიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ არ იმსახურებდა, პატივისცემით მოეპყრნენ. ეთერი მისცეს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც ნიკა არაბიძე გადაღებაზე უბრალოდ არ მივიდა. გაქრა, აორთქლდა. რატომ? იმიტომ რომ ისევ სამთავრობო რუსთავი ორზე დაბრუნდა. ამჯერად პაატა გულიაშვილთან ერთად. რახან იქ უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზეს. რაც იზამ, ღალატი უფასოა და ერთგულება ძვირიჯდება, ჩემო ნიკოლოს. მეახს. ეგრეა კი. არა და ეს კაცი სულ ცოტა ხნის წინ ფორმულაზე თავის მონოლოგებში იმაზე ლაპარაკობდა, თუ რა ეფექტურად დასცინის ბექა ყორშია ქოცებს. დიდი გამოხმაურება მოყვა ბექა ყორშიას სიუჟეტს, სადაც მეცნიერებათა აკადემიის ახლად დანიშნულ პრეზიდენტს როინ მეტრეველს დაურეკა და ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება თხოვა. რაზეც დაითანხმა. არავინ არ იყო და პრემიერ-მინისტრი გახდა და პრემიერ-მინისტრი რო გახდეს აკადემიკოსი რა მოხდა? ისევე ჩვენი სახელი არა, შენი არა, ჩემი.
ამ ეთერიდან მეორე დღეს მზის ამოსვლასთან ერთად ხელისუფლების გულანთებულ მლოკველად იქცა. ამას ევოლუციაც კი აღარ ქვია, მეგობრებო. ეს არის ზღაპრული ტრანსფორმაცია. ბაყაყს რომ კოცნის პრინცი და ის ქალწულად იქცევა. ასე იქცა ნიკა არაბიძე ბაყაყიდან უფრო დიდ ბაყაყად მიწევში. ისე მოერგო ახალ რეალობას, რომ ქართული ოცნების ყრილობებზეც კი დაჰყავთ საჩვენებლად, როგორც მონადირებული, რა ვიცი, ტახი. კოჩი. რა ტახი მარტო გოჭი. არა, ტახი რატო გამახსენდა ის საიწავედი, აი მონადირეები რომ მოინადირებენ ტახს. თავს რო წამოაცვა ძალიან ბრუტალურ რამეს ყვება, თავს რო წამოაცვამენ ჯოხზე რა და ფოტოებს რო იღებენ. აი ეგრე დაატარებდნენ ქოცები ნიკა არაბიძეს, აი გამახსენდა. ამ გასართობის სამთავრობო ეკოსისტემის მთავარ პატრონად და არქიტექტორად კი მუტანტის მეორე თავი. პაატა გულიაშვილი იქცა. აი უნიჭიერესი ქართველი კომიკოსი მეგობრებო. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც თავის ვინაობას მალავს, რასაკვირველია, საკუთარი ბოდიში მომითხოვია და სასქესო ორგანო $1,000,000 დააზღვია. ფეხბურთელები ზოგადად ფეხებს აზღვევენ, ცნობილი ამბავია და ეგ რატომ დააზღვიო? და იმან რა უთხრა, რა ვიცი, აქცია ქონდათ 2+1 და მივაყოლე ფეხებს. და იცით ახლა რა შვებიან ისინი? ამ ორთავიან მუტანტს, პაატა გულიაშვილს და ნიკა არაბიძეს დიდ დიღომში სახელმწიფო დაფინანსებით სადღაც თეატრიც გაუხსნიათ მეგობრებო. დიახ, თეატრი, მაგრამ თქვენ ეგ ხომ არ გეცოდინებათ, კულტუროებო. თეატრმა, რომელიც პაატა გულიაშვილმა იუმორისტ ნიკა არაბიძესთან ერთად დაარსა, მაყურებლისთვის კარი ოფიციალურად გახსნა. პაატა გულიაშვილის თეატრში აშლაგზეა. მოკლედ რაც მოისურვეს, ყველაფერი გააკეთეს. არანაირი წინაღობა ამათ არ შეხვედრიათ. რადგან თავზე ვაზელინი აქვთ გადასხმული და სულ სრიალი უძრებია მთავრობას ერთ ადგილას. მე უბრალოდ ერთი რჩევა მაქვს ოპოზიციურ არხებთან. რაღაცა დროს არაბიძეს ისევ გამოაგდებენ რუსთავი 2-დან. ის კი ისევ ეცდება ოპოზიციურ სუფრაზე გადმოჯდომას გასაწყობად. მიიღეთ ნიკა არაბიძე. ერთი თვე ალანძღინეთ ქოცები. თვის ბოლოს კი ხელფასი არ ჩაურიცხოთ. სწორედ ასე ისჯება დანტეს ჯოჯოხეთში ჩაკო. შიმშილისგან მიწას ჭამს. ეგ უკვე წამებაა, ჩემო ბატონო. სადიზმი. მესამე წრის ტყლაპუნს რომ გავწდებით, კიდევ უფრო ღრმად ჩავდივართ და ჯოჯოხეთის მეოთხე წრეში ვაბიჯებთ. დანტეს ორიგინალში აქ სიხარბით შეპყრობილი ძუნწები და მფლანგველები არიან, რომლებიც მთელი მარადისობა უზარმაზარ მძიმე ლოდებს აგორებენ ერთმანეთისკენ. ჩვენს ქართულ ვერსიაში ლოდებს არავინ აგორებს. აქ ბევრად უფრო მსუბუქ, მაგრამ შემოსავლიან საგნებს აგორებენ მეგობრებო და აგორებენ ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებს. გავიაროთ ამ წრეში და დავაკვირდეთ, რას აკეთებენ ჩვენი ცოდვილები. აი სტატისტიკას რომ შევხედოთ, 87 დეპუტატიდან 41-ს პირდაპირ კავშირი აქვს ბიზნესთან. იმ კომპანიებმა, სადაც ეს დეპუტატები წილებს ფლობენ, ტენდერების მოგებით სახელმწიფოსგან $465 მილიონ-ზე მეტი მიიღეს და გამარტივებული დაუზარელი შესყიდვებით კიდევ 7.7 მილიონი შეიჯიბეს. აი გაიხედეთ მარჯვნივ. ხედავთ იმ კაცს? უზარმაზარი ასფალტის გორაზე რომ ზის და ფულს ითვლის. ეგ გიორგი ჭყონია. რატომ არის მან? რატომ და კაცი 20 სხვადასხვა კომპანიაში ფლობს წილს. მისმა ერთ-ერთმა კომპანიამ შეპესე გზა მარტო ტენდერებით სახელმწიფოსგან $458 მილიონ-ზე მეტი მიიღო. წარმოიდგინეთ, 458 მილიონი. და იცით ეს სისტემა როგორ მუშაობს? ჭყონიამ ამ ასობით მილიონიანი მოგებიდან 591,000 ლარი უკან ქართულ ოცნების ყულაბაში დააბრუნდა. ფაქტობრივად სახელმწიფოს ფულითვე ყიდულობს თავის მანდატს, რომ მერე ისევ სახელმწიფოს ფული მიიღოს. ეს კორუფციის მუდმივი ძრავია. ახლა ცოტა წინ წავიდეთ. ხედავთ იქ ვიღაც კაცი 21 საქაღალდესრო მატრიალებს ერთდროულად. ეგ ვასილში გოგიცია. 21 კომპანიის მეწილე. პარლამენტში არასდროს ხმა არ მოუღია. უფრო მეტიც, რომ არ ჩაეძინოს, თვალებს თითებით იჭერს ხალხო. გაიღვიძა ის. ასეთი მოუსვენარი ბავშვის მნახველი არა. და აი იქით
პარლამენტის აღმოსავლეთ კუთხეში განსაკუთრებულად საინტერესო ხალხი ზის. წარმოგიდგენთ გოჩა ენუქიძეს და ანზორ ბოლქვაძეს. ამ დანტეს მიერ სამყაროში ენუქიძე და ბოლქვაძე მზესუმზირებად არიან ქცეულები. საითაც ბიუჯეტის მზიანათებს ზუსტად იქით ტრიალდებიან. 2012 წელს, როცა ძალაუფლება სხვაგან იყო, გოჩამ ნაციონალურ მოძრაობას 60,000 ლარი შესწირა. ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი იყო ანზორ ბოლქვაძეც, რომელიც სხვათა შორის რეკორდსმენი პარლამენტარია, მეგობრებო, 18 წელი არას დეპუტატია. კარგად დაიმახსოვრე, რომ მე დიდხან ვიქნები პარლამენტის წევრი. დედის ტრაკი. და რა არის ამ ტენდერებზე შემომსხდარი ხალხი? ჩვენი სიხარბის წრის ბინადრების პერსონალური კონტრაპასო, ანუ სასჯელი. ისინი მიაგორებენ უზარმაზარ, მდუღარი ასფალტისგან შეკოწიწებულ ლოდს. აღმართზე მიათრევენ ამ ასფალტს, ოფლად იღრებიან, ვენები ებერებათ, მაგრამ როგორც კი მწვერვალს უახლოვდებიან, ეს ასფალტი ეგრევე იფშნება. იფშნება იმიტომ, რომ ზუსტად მიაფასიანი და უხარისხო მასალითაა დამზადებული, რითაც მთელი ცხოვრება ჩვენ გზებს გვიგებდნენ. ეს ფხვიერი მდუღარე მასა უკან ეყრება, თავზე ემხობათ და იძულებულები არიან ყველაფერი თავიდან დაიწყო. და ესე დაუსრულებლად. მეხუთე წრი. პირქუშობა, მოწყენილობა, აპათია. ახლა კი ტენდერების ასფალტში ჩაფლულ დეპუტატებს თავი დავანებოთ და გადავიდეთ ჯოჯოხეთის მეხუთე წრეზე. ვეშვებით მეხუთე წრეში, მდინარე სტიქსის სიღრმეში. დანტესთან აქ პირქუშები და აპათიურები იტანჯებიან. ჩვენს რეალობაში კი აქ ბევრი ვინმე შეგხვდებათ. იმ თავითვე ხელჩაქნეული ხალხი, უინიციატიო ბირჟავიკები და ისეთებიც, ვინც გვიხსნის, რომ თურმე ამერს არაფერი ეშველება და თურმე გენეტიკურად ასეთები ვართ. მაგრამ მოდით ცოტა ახლოს მივიდეთ. აი იქ პესიმიზმისა და აპათიის ყველაზე ღრმა ცივ გუბეში ზის ჟურნალისტი და არაბისტი ბექა ყორშია. გამარჯობა მეგობრებო. აი გამარჯობა. მეგობრებო, იცით ადამიანის ფსიქიკა რთული რამაა და სინამდვილეში ბევრნაირი ბექა ყორში არსებობს. სადღაც არის იმედიანი ბექა ყორში, არსებობს ბრაზიანი ბექა ყორში, არსებობს რაციონალური ბექა ყორში. ერთადერთი რაც ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს, ეს არის ქოცი ბექა ყორში. მაგრამ ამ ყველა ვერსიიდან ყველაზე მეტად ვინც მაშინებს, აი ეს არის. უიმედო და აპათიური ბექა ყორშია. და ამ აპათიურ ბექა ყორშიას ბოლო წლებში ხშირად ხვდებოდი ხოლმე. არჩევნების გაყალბებისას, დარბევებისას, პოლიტპატიმრების დაკავებისას და ასე შემდეგ. ყველა ჯერზე, ყველა უსამართლო განაჩენზე, ან ოპოზიციის მორიგუგუნურ ნაბიჯზე, ის სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა პესიმიზმში. და იცით რა არის ამ აპათიური ბექას პერსონალური ჯოჯოხეთი? მისი კონტრაპასო, მისი სასჯელი. პატარა ოთახში ზის და წინ უზარმაზარი ეკრანი უდგას, სადაც 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად იმედის საინფორმაციო გამოშვება გადის. მას ფიზიკურად ეზიზღება, რასაც უყურებს. პულტი იქვედებს, მაგრამ იმდენად აქვს ხელი ჩაქნეული ყველაფერზე, რომ უბრალოდ არ შეუძლია ხელი გაიწოდოს და არხი გადართოს. ის განწირულია უყუროს ამ სიყალბეს და საკუთარ უმოქმედობაში, საკუთარ აპათიაში ნელ-ნელა ჩაიძიროს. მაგრამ კიდევ კარგი მეგობრებო, რომ ამ აპათიურ ბექა ყორშიას არასოდეს შემოუღწევია ამ სტუდიაში. და ეს თქვენი დამსახურებაა, ვინც გვიყურებთ და ხარს გვიჭერთ. და კიდევ კარგი, რომ ამ გუბეში გაჭედილებს ერთმანეთისთვის ხელის გაწოდება შეგვიძლია ამოსაძრომად. რა კი ლიტერატურულ ტალღაზე ვართ, ერთ რამესაც გავიხსენებ. იყო ასეთი უელსელი პოეტი დილან ტომასი. რთული, ტრაგიკული ბედის კაცი. ახალგაზრდა ასაკში მძიმე დაავადებები დაუდგინეს და ჯანმრთელობა გაუნადგურა. მთელი ცხოვრება იტანჯებოდა მოკლედ. თუმცა დილან ტომასის ყველაზე ცნობილი ლექსი არის არა სევდასა და შეგუებაზე, არამედ პირიქით, ჟღერს ასე. არ შეყვე მშვიდად ამ ღამეს სათნოს. დღის დასალიერს მხცოვან ასაკცაც ცეცხლი ეკიდოს. ჭექე, იჭექე და მომაკვდავი სხივიად დათო. ამიტომაც უნდა ვიბობოქროთ მეგობრებო. მით უმეტეს რომ ჩვენი ქვეყნისთვის ღამემდე შორია. მაქსიმუმ სადილის დრო იყოს. ვეშვებით მე-6 წრეში. დანტეს ჯოჯოხეთში აქ ერეტიკოსები იწვევიან ცეცხლოვან აკლდამებში. ხალხი ვინც ფუნდამენტურ საყოველთაო ჭეშმარიტებას დაუპირისპირდა. ჩვენს ქართულ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ცეცხლოვანი აკლდამები არ გვაქვს. აქ კონდიცირებული, რბილი სავარძლებით მოწყობილი ტელესტუდიებია, სადაც თანამედროვე ერეტიკოსების ხედა. ბიძინას და ღმერთის იმედად ვართ ჩვენ. ჯერ მაინც ბიძინას რო ახსენებს და მერე ღმერთს. ამ ახალი პოლიტიკური სექტის ბევრი რიგითი წევრი გვინახავს. აი ზემოთაც ნახეთ. მინისტრები, დეპუტატები, ექსპერტები, პროპაგანდისტები. მაგრამ ყავს თუ არა ამ ერეს თავისი მთავარი ქურუმი? უმაღლესი იერარქი, რომელიც საკმეველს ყველაზე დიდი ენთუზიაზმით აბორლებს. რა თქმა უნდა. და ეს არის ლაშა ნაცვლიშვილი.
ივანიშვილი ხალხის მსახურების უკანასკნელი სიმბოლოა. სიმბოლოს კი არ ჭირდება არანაირი ლეგიტიმაცია. ის თავისთავად არსებობს, როგორც გმირი, როგორც ზნეობრივი სუვერენი, როგორც უკანასკნელი საერო ავტორიტეტი. მას არ ჭირდება ჩვენი ფული, რადგან ყველა ქართველზე უფრო მდიდარია. დედის ტრაკი. მე-7 წრე ძალადობა. დანტესთან ამ წრეში ფლეგეთონია. დუღარეს სისხლის მდინარე. აქ იხარშებიან ისინი, ვინც სიცოცხლეში სხვებზე ძალადობდნენ. ტირანები, მკვლელები, მჩაგვრელები. რაც უფრო მეტი სისასტიკე აქვს ჩადენილი, მით უფრო ღრმად არიან ჩაფლულები ამ ადუღებულ სისხლში. ახლა აღარ დავიწყებ იმის მოყოლას, რასაც გედედე და ტიტუშკები ქვეყნის ქუჩებში ატრიალებდნენ. ყველას გვაქვს ნანახი ეს შემზარავი კადრები და ზოგი მოვყოლილ ვართ კიდეც. უბრალოდ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ამ მოძალადეების ამალას სასჯელი ასწენოდა, არის ჯოჯოხეთის ადმინისტრაციის დაბნეულობა. დაისაჯონ როგორც მოძალადეები, თუ დაისაჯონ როგორც ქურდები. ხომ გახსოვთ ტელეფონები, ჯვრები და ფული რომ მოპარეს დაკავებულებს. ელიტური შენაერთი კი არა, ჩვეულებრივი მეტროს ჯიბგირები არიან. უბრალოდ ტყვია გაუნტარი ჟილეტები აცვიათ და ჩაფხუტები ახურავთ. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რა იქნებოდა ამ ზონდერებისთვის, რობოკოპებისთვის და ქუჩის ტიტუშკებისთვის შესაფერისი სასჯელი. რამე მძაფრი და თეატრალური, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყოველგვარი დრამატიზაციისა და სპეცეფექტების გარეშე ამათი პერსონალური ჯოჯოხეთი და მთავარი კონტრაპასო ბევრად უფრო ბანალურია. ამათი კონტრაპასო არის უბრალოდ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. ეგაა და ეგ. წარმოიდგინეთ, ცხედან ჩვეულებრივ საბრალდებო სკამზე. პროკურორი მტკიცებულებებს დებს. დამოუკიდებელი მოსამართლე კანონის მიხედვის ჯის და ესენი ვერავის ურეკავენ. ტელეფონს იღებენ, მაგრამ ზემოთ არავინ პასუხობს. ამაზე დიდი ჯოჯოხეთი ამათთვის ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. მე-8 წრე. დანტესთან მე-8 წრეში თაღლითები ისჯებიან. ხალხი, ვინც სხვისი სიმწრის ხარჯზე გამდიდრდა. ჩვენთან კი აგზის ხალხი, რომლებმაც უცხო ენების სოდნა მარტო იმისთვის გამოიყენეს, რომ პენსიონერები გაეტყავებინათ და მე ამ ფულით კოჯორში ვერტმფრენებით ეფრინათ. 2022-დან 2025 წლამდე საბურთალოზე ფეშენებელურ ოფისებში გადანაწილებულმა კოლ-ცენტრების ღლაპებმა 6100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვეს და 35 მილიონი დოლარი მიითვისეს. ამ სტარტაპის სათავეში 33 წლის აკაკი ქევხიშვილი დგას. კაცი, რომელსაც ტელეგრამზე ბოსი ჰქვია და პროფილის ფოტოდ გვირგვინიანი ლომი უყენია. 33 წლის ხარ, კანადელი პენსიონერების ფულს იპარავ და თავს ლომად მიიჩნევ. რეალურად კი ხარ უბრალოდ გიენა, რომელმაც ლეპტოპის ხმარება ისწავლა. ეს ჩვენი მუფასა თბილისის ქუჩებში Range Rover-ით დანავარდობს და სანამ მისი მსხვერპლი ბებიები წამლის ფულს ითვლიან, მისმა მშობლებმა 4 თვეში 2 მილიონი ლარის ქონება შეიძინეს. თანამშრომლებს კი 36 წლის მერი შოთაძე ატერორებს. დღეში 30000 დოლარი გვჭირდება, თორემ ოფისიდან ვერ გახვალთო. და ეს 20 წლის დამწყებით აღლითებიც მისდევენ გეგმას. აი მაგალითად, შვედ პენსიონერ ანიკას კბილების მკურნალობა უნდოდა და ვიღაც თბილისელმა სტუდენტმა 15000 დოლარი აახია. როცა გაძარცული ქალი ეუბნება, ვალებში ვარ და თავს ვიკლავო, ეს ბიჭი ცივსისხლიანად პასუხობს. ეგ ფულს არ დაგაბრუნებინებს, წადი მეზობლებისგან ისესხევ. ანდაც კანადელ მარსელს საერთოდ 70000 დოლარი მოპარეს. კაცი ემუდარებოდა მიშველეთო. რაზე ჩვენმა აგენტმა გადაიხარხარა და პირდაპირ ურჩია, წადი თავი მოიკალი. ეს აგენტი სინამდვილეში 26 წლის მარიამ ჩარჩიანია ოზურგეთიდან. ამ ზარის მერე პარიზში მიფრინავს, 6000 ევროიან კარციეს სამაჯურს ყიდულობს და წერს Facebook-ზე. ერთხელ ცხოვრობთ, კარგი დრო უნდა ვატაროთ. მისი კოლეგა ლანა ვახტანგაძე კი ქორწილში პირდაპირ ვერტფრენით ეშვება. იცით რა, თაღლითობა ცალკე იყოს და არ უნდა გვეშინოდეს, რომ ქართული ოცნების მზრუნველი ფრთისქვეშ პირდაპირი გაგებით სოციოპათების ქარხანა გქონდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამ ხალხისთვის რა კონტრაპასო, ანუ რა სასჯელი შეიძლება იყოს დანტეს ჯოჯოხეთში. საერთოდაც ჩვენ ხომ არ ვართ რომელიმე წრეში და ამ ყველაფრით ვისჯებით. არ არის გამორიცხული. დანტეს ჯოჯოხეთის მე-9 უკანასკნელ წრეში კოციტუსის გაყინულ ტბაში მოღალატეების ხედან. ხალხი, ვინც საკუთარ იდეალებს, სამშობლოს, მეგობრებსა და პრინციპებს უღალატა. რუსული კანონის დამკანონებლებიდან დაწყებული ევროპული კურსის გამყიდველი დეპუტატებით დამთავრებული. ამიტომ ამ უსასრულო მასიდან ერთი ყველაზე ნორჩი კარიკატურული მოღალატე უნდა გამოვარჩიოთ. მას ასე, ლუკა ძაძამია. ახალგაზრდა, რომელმაც სადეპუტატო კარიერა რეკორდულ 21 დღეში დაასრულა. 22-23 წლებში ეს ბიჭი რუსთაველზე დგას. პროევროპულ აქციებზე ყელს იხევს.
ცეცხლი ოლიგარქია სკანდირებს და კამერების წინ გვიხსნის, როგორ გრძნობს თაობათა ტკივილს. შინაგანად მაქვს შეგნება რომ ვგრძნობ იმ ტკივილს, რასაც ახლა ჩვენი მშობლების თაობა, ჩვენი უფროსი მეგობრების თაობა გრძნობს. და უცებ 2025 წლის შემოდგომაზე კახა კალაძე გამოდის და ლუკას თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების სიის მე-18 ნომრად გვაცნობს. ლუკა ძაძამია. ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია. რა მოხდა ამ შუალედში? როგორ იქცა ევროპული მომავლისთვის მებრძოლი სტუდენტი იმ პარტიის სახედ, რომელიც ამავე სტუდენტებს არბევს? ლუკამ უტიფრად გამოგვიცხადა. თურმე 19 წლის ასაკში უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომას შეიყვანეს. ხოლო ქართული ოცნება ყველაზე გაბედული ამაყი და ეროვნული გუნდია. სინამდვილეში ამ იდეოლოგიური კათარზისის უკან ძალიან ბანალური 4 ბორბლიანი სიმართლე იდგა. დამოუკიდებელმა მედიამ მარტივად გაარკვია, რომ აქტივისტობიდან ოცნების წევრობამდე პერიოდში ლუკას ზვირადღირებული პორშე კაიენი აჩუქეს. არის რაღაც საოცარი ირონია იმაში, რომ ძაძამიას ამ მანქანის სახელი ორიგინალში გამოითქმის როგორც კაინი. კაინი ხომ ის კაცია, რომელმაც ისტორიაში პირველმა ჩაარტყა ძმას ზურგში დანა. ლუკამაც ზუსტად იგივე ქრა. საკუთარ თაობას, საკუთარ მეგობრებსა და თანამებრძოლებს ზურგში დანა ჩაარტყა და სანაცვლოდ ძრავში 300 ცხენის ძალა და ტყავის სალონი მიიღო. საბოლოოდ 21 ნოემბერს მანდატის მიღებიდან ზუსტად 21 დღეში ლუკამ საკრებულო დატოვა. რა იყო შერცხვა და გაჩუმდა? არა. გამოვიდა და განაცხადა. ბულინგის გამო კი არ მივდივარ, პარტიის ერთგული ვრჩები და სხვა სამსახურში. ახალი სტატუსით ვაგრძელებ მოღვაწეობას. ბოლოს კი იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს რუსთაველზე დგანან, სამშობლოს მოღალატეები უწოდა, რომლებიც გარე დაფინანსებით იხარებენ გუნდს. აი ეს არის ჩვენი ჯოჯოხეთის ფსკერი. გარე დაფინანსებებიდან, ოპოზიციური დაჯგუფებებიდან და სხვა თქვენი პატრონებიდან წამოვიდა კონკრეტული დავალებები, კონკრეტული რადიკალური ქმედებების განხორციელების მიზნით. სისტემა, რომელიც ახალგაზრდებს ყიდულობს, კაენებში სვამს, ერთჯერადი ხელსახოცივით იყენებს და მერე სანაგვეზე აგდებს. და ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ სინდის მანქანის გასაღებზე ახურდავებენ და გონიათ, რომ ამას ისტორია აპატიებთ. და რა არის მისი კონტრაპასო, მისი სასჯელი, მისი ჯოჯოხეთი? რა სასჯელი ერგება კაც, რომელმაც სინდისი მანქანის გასაღებზე დაახურდავა? ლუკა დგას უზარმაზარ ბრჭყვიალა, იდეალურად განათებულ ავტოფარეხში. მის გარშემო აყენია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდული მანქანები. იქ არის უახლესი მოდელის პორშეები, ფერარები, ლამბორგინები, ასტონ მარტინები. ყველა მანქანის გასაღები ხელში უჭირავს. აუზები სავსეა, ძრავები იდეალურად მუშაობს. ლუკა აღებს მანქანის კარს, ჯდება რბილ ტყავის სავარძელში ქოქავს ძრავს, მაგრამ ვერსად მიდის. რატომ? იმიტომ რომ ძვირადღირებული მანქანის მთელი აზრი, მისი მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ვიღაცამ დაგინახოს. ლუკას კი სახის გამოჩენა აღარ შეუძლია. როგორც კი ფარეხის კარი იღება და ქუჩის სინათლე შემოდის, ლუკა ხვდება, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში ხალხი მას დაინახავს. და ისინი დაინახავენ არა წარმატებულ მაგარ ბიჭს, მაგარ მანქანაში, არამედ ჩვეულებრივ იაფასიან მოღალატეს, რომელსაც ყველა ზიზღით უყურებს. ამიტომ ლუკა გამოდის მანქანიდან, კაპიუშონს იფარებს და ფეხით ჩუმად მიუყვება გზას, რომ არავინ იცნოს. აი ასე. ჩვენ გავიარეთ ჩვენი ქართული პოლიტიკური ჯოჯოხეთის ყველა მთავარი წრე. დანტე ალიგიერის ამ ნაწარმოებს, რომელსაც დღეს მთელი გადაცემა დაუთმეთ, ქვია ღვთაებრივი კომედია. ბევრს დღემდე უკვირს, რა არის სასაცილო მდუღარის სისხლში მოხარშულ ტირანებსა და ყინულში ჩაყინულ მოღალატეებში. რატომ დაარქვა მაინც და მაინც კომედია? სიმართლე ისაა, რომ შიგნით მართლაც არაა არაფერი სასაცილო. უბრალოდ შუა საუკუნეებში კომედიას ეძახდნენ ნაწარმოებს, რომელიც ჯოჯოხეთური კოშმარით იწყება, მაგრამ ბოლოს კარგად მთავრდება. დანტე თავის მოგზაურობას ასეთი სიტყვებით იწყებს: უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე ანაზდეულად გამოფხიზლდი, გზადაკარგული. ჩვენც როგორც სახელმწიფო ზუსტად ამ გზადაკარგულ უსიერ ტევრში ვართ. გამოფხიზლდით და დავინახეთ, რომ ირგვლივ ჯიბგირის სპეცრაზმელები, ტენდერებზე შემომსხდარი დეპუტატები, ილუზიონისტი კალანდარიშვილები და პორშეიანი მოღალატეები დაგხვევიან. მაგრამ ამ კომედიის მთავარი აზრი და მორალი არის ის, რომ დანტემ ეს ჯოჯოხეთი ბოლომდე გაიარა, ჩავიდა ფსკერზე, თვალი გაუსწორა ყველაზე დიდ ბოროტებას და მერე იქიდან ამოვიდა. გზაც იპოვა და საწადილსაც მიაღწია. ვარსკვლავები დაინახა. ალბათ ჩვენი ეროვნული ბედის წერაც ეგ არის. ჩვენ აუცილებლად გვიწევს, რომ ეს ყველა ჯოჯოხეთური წრე ჩვენი ფეხით გავიაროთ. ყველა თაღლითი, მოღალატე და მატყუარა ჩვენი თვალით დავინახოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიდეთ ფონს. გადავრჩეთ და ნორმალურ, ნათელ ქვეყანაში გავიღვიძოთ. ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს. თავარია ჯოჯოხეთის წრიდან წრეზე სიარული, უბრალოდ წრეზე სიარულად არ იქცეს. მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიკომენტარებთ და გვალაიქებთ.
ეს ძალიან გვეხმარება იმაში, რომ უფრო ფართო აუდიტორიას მიწვდეთ. YouTube-ის ალგორითმი ასე მუშაობს. დროებით, ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას.